დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ? მოვედი. მოვედი დღეს მარტო გავშვი ჩემი ნათანიკო დღეს წავიდა. ვაჭამე, მოვაწესრიგე და გავშვი. ეხლა დაიწყება ისე მოწყენილი დღეები. სიმართლე გითხრათ, დავიღალე, როგორ გითხრათ ეხლა. სასიამოვნო დაღლა. სიტყვა ვერ თქვი, ვერ მოვიგოდი. სასიამოვნო დაღლა. უბრალოდ ღამეც რომ ჩემთან იძინებს და წრიალებს თან რომ უყურადღებოთ არ დავტოვო, ვერ გიძინებ და ისე 2 დღეა ვარ უძინარი. არავშავს ძილიც გამოსწორდება და ყველაფერი. არ წუწუნებ, უბრალოდ ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან მეტყობა სახეზე გადაღლა და უძილობა. და ეხლა ჩემი სახლი რომ ნახოთ. ყველაფერი არის თავდაყირა. ყველაფერი. ესეც მისი შემოტანილი და აურზაურია. ეხლა უნდა მოვუტრიალდე და ყველაფერი დავალაგო. უთოს თამაშობს. ეგ არაფერი ეხლა ნახე, კიდე ზოგიერთი ალაგებული მაქვს. და იმიტომ და ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ვნახო, ეხლა დავალაგო, მივაწკრიალო სახლი და მე დავჯდები და მოვისვენებ. ხო, ეხლა კიდე სამზარეულოში სულ ის არევდარეული ვაჭამე ყველას და გავუშვი და დავალაგებ და მანამდე მინდოდა რომ თქვენთან ვამგზავრიყავი 1-2 წუთი. მე სამზარე იქ წავიდეთ მისაღებში, თორემ აქ ისეთი არეულობა არ ღირს გადაღება და კადრის ჩვენება. მე ისე ვარ, როგორც აქამდე ვიყავი. ძალიან გაწეწინე. მაგრამ დღეიდან იქნება შევიდე ფორმაში. ხო, გამოყრუდება ეხლა სახლი, მაგრამ მე ისე მოიყვანებენ, არ ვიცი როდის. ეს 2 დღე გაგვართო. რას ვიზამთ, ასია. ხან ისია ცხოვრება და ხან ასია. ეხლა ჩავწერ პატარა ვიდეოს და დავიწყებ საქმეს და სახლი მივალაგო, თორემ ვინმე რომ მოვიდეს და კარზე დააკაკუნოს, ვეტყვით სახლში არ ვარ მეთქი. კისერს მოიტეხს ადამიანი. ხო, მეგობრებო, დღევანდელი გეგმებიც ჯერ არ მაქვს არაფერი. 8 იყო საათი რომ გაიღვიძა ნათანიკომ და ავდექით და მას მერე დავბოდიალობთ. ამინდი მშვენიერია. არ ვიცი სადმე გავალ თუ არ გავალ. უბრალოდ დასვენება მირჩევნია. თუ გავედი ხომ, რა ვნახოთ, რა ვიცი, თუ გავედი, თქვენთან ერთად გავალ. თუ არა და ისევ აქედან მომიწევს ვიდეოს ჩაწერა. ხო, საჭმელის შვა დღეს მექნება აუცილებლად გასაკეთებელი, ან საღამოს მაინც. იმიტომ რომ შვა დღეს რაღაცები არის და საღამოს მაინც და ნახოთ, მოვიფიქრებ რამეს, თუ გავაკეთებ, ეგეც თქვენ ერთად იქნება. სხვა ამ წუთას მართლა არ მაქვს მეგობრებო რამე გეგმა, ისე მაქვს ხა გაბრუებული თავი რომ კოფეს ყავას დავლევ ახლა და შეუდგები საქმეს. ეხლა რომ არ ვიხმავრო პილასოსი უნდა ჩავრთო თუ რაღაცეები, ამიტომ დავჭდე მირჩევნია და გელაპარაკოთ, ჩავწერო ვიდეო და მერე გავაგრძელო საქმე.
ხალისიანი ვიდეოები იყო მართლა ეს 3 დღის ვიდეო. მე მგონი თქვენც გაგახალისეთ ნათანიკოს ყურებით. აი ყველაფერს არ ხარ გვევარიცი, აზრებს თავს ვერ ვუყური, რომ მოვიტანო თქვენამდე რამე. ისე ვარ გაბრუებული. ასეთ დროს ჯობია არ ჩაწერო ვიდეო, ვიდრე ჩაწერო, მაგრამ ვიცი რომ მელოდებით და რაღაცას მაინც ჩავწერი მეთქი და ამიტომ თორემ აი წაშლილი მაქვს სახე რომ იტყვია. ხო, სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მეტი ამ დღეს არაფერი არ ხდება ჩემთან, ისევ ეს ჩვეულებრივი ოჯახური საქმე. ზოგიერთი ნივთები არის მაგალითად ნარდი, რაღაცეები, რომ ვუმალავთ ნათანიკოს, იმიტომ რომ ხო, შეიძლება ზოგიერთისთვის ისეა, რომ არა უნდა მიცე ყველაფერი, ზოგიერთისთვის დამეთანხმება, რომ უნდა დამალო. ვის როგორი აზრი აქვს, რა ვიცი, მაგრამ ერთი ნარდი უკვე გაფუჭდა. და ეხლა ეს ბაბუამ რომ იყიდა ახალი ნარდი, უნდა რომ გქონდეს ცოტა ხანს და რადგან მას უნდა იყიდა, ამიტომ შევინახე რომ ეხლა იმას ვერ აუხსნი რომ რატომ არ უნდა მისცე, იმიტომ რომ ისიც სათამაშოა ხედავს და ვერ აუხსნი და ეხლა ყველაფერზე რომ უთხრა ეგ ბაბუასია და ხელი არ უნდა მოკიდო არ შეიძლება, ბაბუაც შეძლოდება და ამიტომ იცის ის ერთი თქვათ გამოყოფილი უჯრა ბაბუასი რომელია, იქ ხელს არ მოკიდებს, მაგრამ ყველაფერზე ვერ აუხსნი და ცოდვა, მაშინ ან უნდა მიცე და ან არ უნდა აჩვენო. ჩემი აზრი ასეთია. ან არ უნდა აჩვენო, ან უნდა მისცე მერე და იმისთვის არ უნდა ატირო. ან სწორად უნდა აუხსნო, მაგრამ ყველაფერს ვერ გაიგებს ეხლა ბავშვია. სათამაშოა, ზარია ქვა, როგორ უნდა აუხსნა, რომ ეს რატომ არ შეიძლება და არ არის ისეთი, რომ არ ესმოდეს, მაგრამ რაღაცებს ვერ გაიგებს. ამიტომ რაღაც ნივთებს ისეთი, რომელიც ფუჭებადია, ეხლა უთოს რომ ვაძლევ, იმასთან ვთქვათ, ნარდი რა უნდა იყოს, ხო? მთელი დღე, 2 დღე ამ უთოს დაათრევს. რატომ? იმიტომ რომ ეს უნდა შეაერთოს. ამის გამო თორემ უთო კი არ მოწონს. შესაერთებელი რადგან აქვს. ხო და რომ უთხრა ეხლა ეგეც რომ აუხსნა, არ იტირებს, შეიძლება კი დატოვოს, ან ცხელია რომ უთხრა, ხელს არ მოკიდებს, გისმენს, გიჯერებს, მაგრამ რადგან ძალიან უნდა და რომ უნდა ეს ვიცი რომ ეს შესაერთებლები და კაბელები სადაც არის, ამას თავს არ დაანებებს, მაგის გამო ვერ ვატირებ. ისედაც ხან 2 დღე მოდის, ხან 3 დღე მოდის ჩემთან და არ მინდა რომ მაგის გამო ვატირო და რასაც ვუხსნი და ხდება იმას ეხლა ბანკები რომ მქონდა, ხო? კამპოტები შეფუთული. რომ აუხსენი ნათანიკო, აქ ცხელი კამპოტებია, ბანკებია. ამას რომ ხელი მოკიდო და ცხელი აბებო და დაიწვევი მეთქი. არც მისულა ახლოს, არც მისულა მართლა. საერთოდ ახლოს არ გაკარებია. და მე რომ გავხსენი, მეუბნება რომ აბა მითხარი ცხელიაო, ეს აღარ ყოფილა ცხელიო. გაცივდა ბებო უთხარი, ახლა აღარაა ცხელი და იმიტომ ავიღე მეთქი. დამჯერი არის, ახლა პარკში მართლა აღარ მისმენდა, საერთოდ აღარ მისმენდა. მის ჭკუაზე იყო, უხარო და სიხარულით აღარ იყო და რა ეკნა აღარ იცოდა. მაგრამ მე საღამოს რომ უთხარი გაბანა უნდა მეთქი, დამიჯერა თავისუფლად გამომყვა. შევედით მაღაზიაში. მაღაზიაშიც გავაფრთხილე, ბებო, შენ რაც გინდა, ის უნდა აიღო. და შენ რაც არ გინდა, ყველაფერს ხელი არ უნდა მოკიდო მეთქი. კიო მითხრა, შევიყვანე მაღაზიაში, აარჩია თავისთვის, სიმართლე გითხრა ეს ჩიფსები და რაღაცები დიდად არ მინდა რომ ჭამოს, მაგრამ რადგან გამორჩევით ერთო რაღაცას ჭამს, ზოგჯერ შეიძლება რომ მიცეთ და
ის არჩია ბებო ეს პირპილია ხატია მეთქი უთხარი მწარია მეთქი ეს მწარია მაშინ ის მომეცი ხო და რაღაც იმაში რომ ასეთ მოგრძო იმაში ბანკარა რა მის ქაღალდის ყუთში ჩალაგებული ჩიფსებით ერთი კიდე ქაღალდის შეფუთვით ბეკონით და რაღაცით რომ არჩია ეს ორი ცალი დაიჭირა არც გაუხედია სხვა რამისგან თუ გინდა ბებო კიდე რამე ვიყიდოთ ტკბილი გინდა მეთქი არ მინდაო მოვედით სალაროსთან და ბებო ეხლა დააწყი აქ რომ გაატაროს მეუთხარი დააწყო ორივე დაჯერებულად ლამაზად ჭკვიანად ის კონსულტანტი ამბობს დედა რა ჭკვიანია როგორ გისმენსო მართლა ჭკვიანია მაგრამ იქ ეხლა პარკში დარბოდა რა ექნა ხო და გაატარა იმ ქალმა კაიხანს მიცადა იმიტომ რომ ბარათიც მქონდა მისი და სანამ ის ბარათი გახსნა და სანამ რაღაცა მელოდა ხელი არ უხლია სხვა არაფერს ერთი უთხარი მხოლოდ რომ ხელი არ მოკიდობებო სხვა რამეს იდგა თავისთვის რომ გაატარა იმან აიღო ორივე და წამიყვანებებო ახლა ხელში ამიყვანეო მითხრა თუ გინდა მოდი ვიყიდოთ ნაყინი რამე გინდა ბებო ვიყიდოთ მეთქი არაფერი არ მინდა მეტიო და წამოვედით სახში რომ ამოვედით აქ გახსნა ის და ჭამა გემრიელად კიდაობანე მერე და მე ითამაშა აი კაიხანი და 10-ზე ჩავწევით მაგრამ 12-ზე დავეწინეთ არ არის მართლა არ არის რთული დასაცველი რა ქნას ახლა პარკში იმისთვის იყო რომ უნდა ეხტუნავა და ერბინა უბრალოდ ხალხი შეაწუხა და ეგ იყო თორე მეტი არაფერი იქ ხო შეიძლება ვამბობ რომ დავიღალე მეთქი მაგრამ რატო ვამბობ იცით მე ვიღლები და ვამბობ ყოველთვის ვამბობ თქვი და არ იყოს ბავშვი სახში ისედაც ვამბობ ვიღლები მეთქი მე ვიღლები და იცით ჩემი პრობლემა და მაგ თემაზე საუბარი არ მინდა თან ახლა საჭმელიც ჩემზე არის ხომ თქვა საჭმელი ჩემზეა დალაგება ჩემზეა ორი კაცი მოდის იმას უნდა მიხედო აჭამა უნდა ბავშვს უნდა მიხედო ღამეც თქვათ ვერ დავიძინე არ მინდა ეს მე სუდად გააიგოს და იმისთვის კი არ ხსნი რომ რატომ დავიღალე იმისთვის ხსნი რომ ჩემი შესაძლებლობა იცით თქვენ და მეც კიდე ძალიან ბევრი რომ მიწევს მართლა ვიღლები სერიოზულად ვიღლები და მე აუცილებლად მინდა რომ კარგად გამოვიძინო და დავისვენო თორემ შეიძლება მესამე და მეოთხე დღე ვეღარ გავქაჩო აი ჩვენებურად თუ რა ჟარგონურად არის გავქაჩო რომ თქვა ხო და ეგა მეტი არაფერი მეგობრებო მართლა რაც არის იმას ვამბობ მე ვერ ვიტყვი ახლა ტყუილს ვერაფერს და რაც არის იმას ვამბობ არ შემიძლია და მესამე და მეოთხე დღეს ალბათ წავიქცევი ფორმაში შევა რადგან ყველაფერი ჩემს ხელშია თორემ ახლა რა კაცებმა რა უნდა ქნან ახლა გამზადებულ საჭმელსაც ვერ დაისხამენ უნდა მიხედო დაულაგო და გამზადო აალაგო ყველა ასია მესმის ყველა ქალბატონი ასე ვართ და დიასახლისები მით უმეტეს აბა ჩვენი საქმე ესაა მაგრამ ჩემთვის არის ცოტა რთულია მეთქი იმიტომ რომ იცით რატო და აღარ მინდა იმ თემას შევეხო თქვი აღარ ვახსენებ და აღარ ვახსენებ იცით თქვენ უკვე გაქვთ ჩემი ვიდეოები ნანახი ახლებსაც გაქვთ ჩემი ვიდეოები ნანახი და ამიტომ აღარ მინდა იმ თემას აღარ გავიმეორებ არასდროს უბრალოდ ვიტყვი დავიღალე და იცით თქვენ რატო ხო და დღეს დავისვენებ და ჩავდგები ისევ ფორმაში ეხლა ივლისის თვეში მე უნდა ვნახო მე მგონი ივლისის თვეში მიწევს სუსტად არ მახსოვს მაგრამ თუ ივლისის ბოლოა შეიძლება აგვისტოში გადავიდე და ექიმთანაც ვარ უკვე მისასვლელი შეიძლება ეხლა D ვიტამინის ნაკლებობაც მქონდეს უკვე ამ ჩიყვის გამო მე არ მახსოვს თქვი თუ არ თქვი ვიდეოში ის ჩემი პრობლემის გამო ხომ დავდივარ მაგრამ ჩიყვის გამოც ეს ოპერაცია რომ გამიკეთეს ჩიყვზე ნახეს მე ვაგრძელებდი მკურნალობას მიყვებოდი იმ ექიმს და მე ექიმა რაღაც ისე დაიწყო ის სხვა ექიმზე ვლაპარაკობ ვისთანაც ვიყავი თავიდან
ისე დაიწყო ბოლოს იმ ექიმმა, არ მინდა არც ახალს ვიტყვი, არც გვარს ვიტყვი, თავისი ცენტრი გახსნა სამედიცინო, თავისი რაღაც წამლები შემოიტანა და არ შეიძლება ჩემი აზრია, მაგრამ ბევრმა თქვა და მეც ვეთანხმები, იმიტომ რომ ყველა 3 თვეში სამჯერ მივედი, ყველა 3 თვეში ვიღებდი იმ ანალიზებს, რომელიც კი ჭიղზე ვინც დადის, ყველამ უნდა აიღოს ეს ანალიზები, გასაგებია, მაგრამ 3 თვის განმავლობა, ყველა 3 თვის შემდეგ მივდიოდი, ვიღებდი 300-400 ლარის ანალიზებს და ყოველ ანალიზებში ის 3 თვის განმავლობაში, 3 თვის არა, ვერ ვამბობ სწორად, 3 თვის შემდეგ მივდიოდი, ვიღებდი ანალიზს და ასე მივედი 3 ჯერ, ყოველი 3 თვის მერე და ყოველ მისვლაზე ვიხდიდი 400 ლარს. იქ გადაღებაო, ეხო, იქ რაღაც კონსულტაცია, ის წამლები და ყველა იყო ერთი და იგივე ანალიზი და ცვლილება არაფერში არ იყო, რაც იყო ის იყო და ვიღებდი, გამოდის რომ ტყუილად ხო? შეიძლება 3 ჯერ ერთი და იგივე ანალიზები მესმის, მე ეხლაც დავდივარ და ეხლაც ვიხდი შეიძლება იმ 300 ლარს, მაგრამ იქ აკეთებს ექიმი სხვადასხვა რაღაცებზე კონტროლს და არა მარტო იმაზე ის რასაც აკეთებდა და მინიშნავდა ის ერთი და იგივე იმ წამალს, თქვათ ელთიროქსინის გარდა რაღაცას რომ მინიშნავდა სხვა წამალს და რომელიც მათი შექმნილი იყო ეს წამალი. და ცოტა ეკეჭვები შევიტანე, არ იყო ცუდი ექიმი, ნამდვილად, მე მასთან ვიყავი და უკმაყოფილო არ ვიყავი თავიდან, მაგრამ ბოლოს ეს იყო რაღაც, რომ ვინც მივიდა, ყველას ერთი და იგივე და ყველას ისეთი თანხა იყო გადასახდელი. ჩემები მივიდნენ და ზუსტად ისეთი ყველაფერი, ანალიზებიც, ისეთი წამალი და თუ არ გაქვს ახლა, თქვათ, 3 თვეში ის დ-ვიტამინზე არ მაქვს საუბარი. თუთია და რაღაც. თუ 3 თვეში არ იყო ცვლილება, მეორე 3 თვეში არ იყო ცვლილება, კიდე მესამე 3 თვეში რა უნდა მომხდარიყო, ხო? როცა მაძლევ მხოლოდ და მხოლოდ დ-ვიტამინს, ჭიღვისთვის წამალს და კალცი D3-ს. და იქ თუ არაფერი ცვლილება არ არის, ყოველ 3 თვეში ერთხელ. მერე რა უნდა მომხდარიყო და აქ ცოტა ეჭვი შევიტანე, წამოვედი იმ ექიმთან და რაღაც გავჩერდი და 2 წელი აღარ მივსულვარ. მერე სხვა ექიმი გამოჩნდა, ვინც მითხრეს რომ ძალიან კარგი ექიმიაო, მივედი იმასთან რეკომენდაციით და იმ ექიმმა მითხრა მერე რომ აქ მაგ ცალმხარეს ჭიყვის კვანძი არა, ისე კვანძი, რომელიც უნდა კვანძიც არა, ჯირყვალი, რომელიც უნდა იყოს, მაგრამ ზომების იქით არ უნდა წავიდეს და ამას სჭირდება კონტროლი და თუ შენ მომყვები და ამის კონტროლს გააგრძელებ, არც არაფერი არ იქნებაო და თუ არ მიყვები და არ გააგრძელებ, შესაძლებელია რომ ზდაში წავიდეს და მერე პრობლემები არ შეგექმნასო. და აქაც ახლა ვიხდი მართლა 300 ლარს ვტოვებ, კი ბატონო, მაგრამ იმ ანალიზებს არ ვიკეთებ, არ მთხოვს ექიმი, თავარია სისხლის საერთოს რომ უყურებს და დ-ვიტამინს და რაღაცებს უყურებს და არა იმ ყოველთვის ერთი და იგივე თუთია არა. მე რკინის ანალიზსაც მიკეთებს, თქვათ, ყველაფრის ანალიზს მიკეთებს, მაგრამ ის რასაც მიკეთებდა, იქიდან არის შეიძლება 5%. და ეხლა აქ რომ მოვედი ამ ექიმთან, ბევრად უკეთესად ვარ, ბევრად უკეთესად წინ მიდის ჩემი მდგომარეობა, გემოგლობინიც და რკინაც ფორმაში მაქვს უკვე. მე დავდიოდი მანამდე რკინის ნაკლებობაზე მივდიოდი ექიმთან, ეგეც ვიწესრიგებდი და აღარ მქონდა დიდი პრობლემა, მაგრამ ამ ექიმთან სიარულით ეგ ყველაფერი ფორმაში მოვიდა, მოკლედ რომ თქვა და აღარ ვილაპარაკო ბევრი. ხო და ეხლა
დავდივარ ყველა 6 თვეში და არა 3 თვეში და ტყუილა არ ყრი იმ თანხას. ყველა 6 თვეში დავდივარ და მეუბნება თუ ასე გაგრძელდა რამოდენიმე ვიზიტის შემდეგ წელიწადში ერთხელაც მოხვალ თუ ამ კვანძი არ არის ჯირყვალია უფრო თუ ამან ფორმაში არ შეიცვალა მაშინ არც არაფერი და ერთ წელიწადში მოხვალ შემდეგ ვიზიტებზეო და ეხლა მე რომ 6 თვეში ერთხელ არ დაგიბარო და იქ რამე ცვლილება მოხდესო მერეო ჩემთან უნდა გქონდეს პრეტენზია და ამიტომ მოდიო ყოველ 6 თვეშიო და ცოტა დავისვენე მართლა ყველა 3 თვეში 400 ლარის ნახვა მე სხვა ექიმიც მჭირდება მე იმას არ ვამბობ ეხლა პრობლემა როცა გაქვს უნდა იარო ექიმთან სხვა გზა არ არის გინდა 400 დაждდეს და გინდა 3000 მაგრამ როცა ვხედავ რომ ცოტა ექიმი ისე იქცევა რომ შენ გახარჯინოს მის ცენტრში ფული და ყოველთვის გასვას ის წამალი რომელიც თვითონ შექმნა ეს ჩემთვის საეჭვოა არ ვიცი როგორ გაიგებს ეხლა ბევრი მაყურებელი არ ვიცი მე მაგალითად ვინ როგორ და საიდან მიყურებს მაგრამ ჩემთვის ეს იყო საეჭვო ნუ გამიგებს ვინმე ცუდად და ეხლა რომ უკეთესადაც ვარ და ბევრად წინსვლაც მაქვს 6 თვეში ერთხელ მისვლა არ არის პრობლემა მდგომარეობა უკეთესი და შედეგსაც შვენივრად ვარ ეს ჩემი ნევროლოგის ექიმზე არ ვლაპარაკობ ნევროლოგიურ თემაზე ეს ამ იმაზე და იმ ხრივათაც კარგად ვარ გამიმართლა იმ ექიმის სახელის და გვარის თქმა არ არის პრობლემა ჯამბული მაკარაძე ღმერთმა აცოცხლოს 100 წელი და ღმერთმა აბედნიეროს და ღმერთმა ახაროს ის რომ არა რა ვიცი მაგ ნალაპარაკები და აღარ მინდა კიდე არ ვიცი მართლა ჩემთვის არის იდეალური ექიმი ჩემთვის არის არ ვიცი ჩემთვის დაიბადა ეგ ადამიანი მეთქი ვამბობ ექიმი თავისი საქმის პროფესიონალი მეშლება სიტყვები პროფესიონალი ნევროლოგიური განყოფილების გამგეა და პლუს ამას არ არის ისეთი რომ ვთქვათ თუ მისი პაციენტი არ ხარ არ გაბოდიალებს იქით-აქით არ დაგიწყებს 1000 რამეს და მიხვალ შეგამოწმებს საჭიროა თუ არ ჩათვლის საჭიროდ არის ისეთი ექიმებიც დამიჯერეთ რომ გიშვებს ტონოგრაფიაზე იმიტომ რომ მან დარწმუნდეს თორემ შენთვის რამდენადაც ეს საჭირო არა მან დარწმუნდეს უფრო ადვილად დაგინიშნავს წამალს და მისთვის ადვილია მაგრამ შენთვის ეს ტონოგრაფია რამდენად არის კარგი ამას არ იკითხავს ბევრი გამოვიარე და იმიტომ ვლაპარაკობ და არც იმის ფულის გამადევარია არის ნამდვილად ადამიანი ჯერ ადამიანია მე ექიმია და მე თავისი საქმის პროფესიონალია გამიმართლა იქაც და გამიმართლა ამ ჩიკვზე რომ დავდივარ ენდოკრინოლოგთან ესეც ჩემთვის გამართლება არის და ღმერთს მადლობა მე ამდენს თუ შევძლებდი არ ვიცი რა მეგონა მართლა ეხლა გუშინ იყო პირველად რომ შევძელი გადავდგი ნაბიჯი შევძელი წავიყვანე ნათანიკო პარკში შიშით ცოტა ჩემი იმედი დიდად რა ვიცი მართლა დიდხანს ვერ გავჩერდი მაგიტომ თან მე ამირანმა დარეკა არაშობი როგორ ხარო რომ ისა იციან იმათ რომ მე შიშით მივდივარ იქ და მენდო ამირანმაც გიგამაც და გამატანეს იმიტომ რომ ხედავენ ერთი წელია ღმერთს დიდი მადლობა რომ ვარ იმ ფორმაში რომ მიეცათ იმის იმედი რომ მე გამატანეს ნათანიკო იქ და ესეც ჩემთვის ცალკე ნათანიკო ხომ სიხარულია ჩემთვის და ეგეც კიდე ცალკე სიხარული იყო რომ მე შევძელი ხო რა ვიცი ახლა შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვილაპარაკე და საიდან სად გადავუხვიე მაგრამ
და თქვი კიდე რომ ამ თემას არ შევეხები მეთქი, მაგრამ მე შევეხე არა იმას, მე შევეხე ექიმებს უფრო ვიდრე ჩემ პრობლემას და ხო, ეხლა რაც არ უნდა მე თქვა და ვილაპარაკო, არ არის ისე რომ არ მინდა არც იმას ვამბობ ვინმეს შევეხო ექიმებს რომ ის ცუდია, ეს კარგია, რა ვიცი ზოგიერთისთვის გამართლებაა, ზოგიერთისთვის ისაა კარგი და ეს არ არის კარგი, მაგრამ მე როცა საეჭვოს რამეს ვხედავ, იქ ვერ გავჩერდები და მორჩა. ჩემთვის კარგი ექიმი იყო, ვამბობ, მაგრამ უკვე ეჭვები იყო და წამოვედი. და მაგიტომ თქვი ახლა რომ მისასვლელი ვარ და საიდან დავიწყე და საიდან ვამთავრებ. წამოვედი მაგიტომ მეთქი და ახლა მისასვლელი ვარ ამ ჩემ ახალ ენდოკრინოლოგთან, მაგასთან დავდივარ უკვე 2 წელია თითქმის. და აგვისტოს დასაწყისში ან ივლისის თვეში აუცილებლად მივალ. ჭირდება, საჭიროა მისვლა და გავაკონტროლო ჩემი თავი. ხო და რატომ თქვი მაგი ეგეც აღარ მახსოვს, იმდენი ვიბოდიალე. მისასვლელი ვარ მეთქი და მაგიტო. ხო. და მომიწევს მისვლა. ნახო, მე ნახავ მოვძებნი რომ თვეში ვარ დაბარებული და მე მგონი დეკემბერში ვიყავი თუ იანვარში ვიყავ. თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი. ხო. ივლისის ბოლოს მიწევს. კი. ახალი წლის მერე ვიყავი, კი. ივლისის ბოლოს მიწევს და ნახოთ ივლისის ბოლოს ან აგვისტოში. მივა. ხო და ეს საქმეც მაქვს მოსაგვარებელი მეთქი, ამიტომ თქვი და მე მომიწია იმ თემაზეც შეხება. არ მინდა მეგობრებო დაგვალოთ სულ ჩემ ამ ლაპარაკით რაღაც, მაგრამ რა ვქნა, რაც არ უნდა თემა ვახსენო, სულ აქ მიდის ჩემი საუბარი, იმიტომ რომ ყველაფერი ეხება იმას და სულაც იმიტომ მოვყვევი, რომ რატომ ვიღლები მეთქი, ამას მოვაყოლე. მაგრამ არც არაფერი არ არის ისეთი, დავიღლები და ვისვენებ. თავარია ვიყო კარგად, თავარია შევძლო ის, როგორიც ვიყავი ადრე. და მართლა რა ვიცი, არც არანაირი პრობლემა არ მქონდა, თიან, ბარიანად, სახლი, ბავშვები, წასული, მოსული, სტუმარი, რომ რა ვიცი, ყველაფერი აბსოლუტურად ძილიც მაგდებოდა და საქმეც მქონდა და ნერვულობაც მქონდა და ყველაფერი ერთად მქონდა, მაგრამ ამ ყველაფერს ერთად ვაკეთებდი. ხო და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეხლა რომ ვამბობ რომ დავიღალე, აი ამიტომ თქვი. თორემ მართლა სასიამოვნო დაღლა არის, მართლა სიხარულია და იმ საერთოდ არ აქცევ იმას ყურადღებას. ეხლა ესე წავიდა, მამამ უთხრა რომ წამოდიო მანქანით გავისეირნოთო, გასაღები მიცა და წავიდა ჩვეულებრივად დამემშვიდობა, ბებია კარგათო და წავიდა. რომ არეტირებს და ისე წავა, მაშინ უფრო მიხარია და კარგად ვარ, რომ ტირილით არ მიდის და თუ იტირა და ისა, მე გულში ჩამწყდება, რომ წასვლა არ უნდოდა და აგზავნი, მაგრამ ასეა მეგობრებო, რა ვიცი, ვისთვის რანაირი ცხოვრება და ასეა და ყველა მიყვებით დინებას, მე ხომ არ ვარ მარტო ასე. ყველა მიყვებათ იმ ცხოვრებას, როგორიც არის და ვისთვის როგორი არის კიდე. არაფერზე არ უნდა ჩამოვყაროთ ყურები, არაფერზე არ უნდა ვიშალოთ ნერვები, ვიცილოთ უნდა რომ თავი გავიხალისოთ, თავი
ვიგრძნოთ ბედნიერად, თორემ რა არის ეს წუთი სოფელი, დღეს ვართ და ხვალე არა. და ხვალე კიდევ ვინც ის რა იქნება. ბებია ჩემი იტყო და თვალს რომ დახუჭავ, გახელას არ უნდა ელოდო და რა დროა მანამდე და თვალის დახუჭიდან გახელამდე, ხო და არ ღირს არაფერი, არც სანერვულოდ და არც არაფრისთვის. უნდა იყო ბედნიერი, ეცადო მაინც, ყველანაირად უნდა იყო ბედნიერი. ბედნიერება არის, აბა რა არის? სახში ჟივილხივილი რომ არის ბავშვების. ეხლა უკვე ისეა ჩაწყმარებული სახლი რომ საათის წიკწიკი მესმის, მეტი არაფერი, მაგრამ ხან ისია, ხან ასია, ხან ისია, ხო კიდე რა იქნება ვინმე მარიცის და ასია. ასე გრძელდება ცხოვრება. მეგობრებო, დაგემშვიდობებით ეხლა უცებ მივდგე მოვდგე და სახლის ფორმაში მოვიყვანო და საღამოს ისე მოვალ თქვენთან. ხალისიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ, აბა საღამომდე.